მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა შესრულდა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურება მეუფე შიომაღავლინა. ნათლისღების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე დაწესდა ნათლობა. ამ დღეს სახარების თანახმად იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებში წყლის კურთხევის მსახურება სრულდება და ნაკურთხ წყალს მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. ილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. და როდესაც იოანემ მონათლა იესო, მაშინ ცანი გაიხსნა, როგორც მოგვითხრობს სახარება და ზეციდან გაისმა თვით მამა ღმერთის ხმა. ეს არის ზეჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის. და სულიწმინდა გამოჩნდა მტრედის სახით გარდამომავალი იესო ქრისტეზე. აი ასე მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, მაცხოვრის ნათლისღება მდინარე იორდანეზე. თავად მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელსაც დაარსა ეს მაცხოვრებელი საიდუმლო ნათლისღებისა. თავად მოინათლა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ესაჭიროებოდა ნათლობა. ამით ჩვენ გვაჩვენა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს, ამ საიდუმლოს, ამ ნათლობას ჩვენი ცხოვრებისათვის. როცა მან თქვა შემდეგი სიტყვები, რომ ჩვენი სესრეთ რათა აღვასრულოთ ჩვენ ყოველი სიმართლე, ამ სიტყვებში იგულისხმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა უდიდესი ნათლობისა, რომლის გარეშე ნათლისღების საიდუმლოს გარეშე ადამიანი ვერ შეიარებს დედა ეკლესიის კარებს. დღევანდელ დღეს მეულოცავ ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს, ყველა მაცხოვრებელს. დღევანდელი დღის ძალა და მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. მე მინდა სულ ჩვენ ერთს მიულოცო დღევანდელი დღე, ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს, ჩვენს პატრიარქს, მის უწმინდესობას. დღეს უნდა იკურთხოს წყალი, რომელიც მიგვაქვს ჩვენ ოჯახებში და მთელი წლის განმავლობაში მას ხმარობთ, როგორც ოჯახში, საკვებში, ასევე საკურთხეთ